გავასწარით. წავიდეთ ახლა გავრეცხოთ ეს ლამაზი არსება. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბაიკი არის, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ ობიექტურად შევაფასო. და ჩემმა მიკერძოებულობამ ამ ბაიკის მიმართ არ შემიშალოს ხელი და გითხრათ რეალური პლუსები და მინუსები. ნახოთ. ეხლა ცოტა ქალაქში სიარულიც გამოგვივა და ნახავთ რამდენად კარგი და მობილური არის ქალაქისთვის ეს ბაიკი. ძალიან კარგი ბაიკი არის რა, უმჩატესი არის. მაგრამ ამ უმჩატეს თავისი მინუსები აქვს და გეტყვით მერე. და საკმაოდ სხარტი მოტოციკლეტი არის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძრავი არ აქვს, უფრო მაღალ ბრუნებზე მუშაობს ესეც და თუ არ ვწდები 6 და 6 აქვს თუ 6 და 7 თუ რაღაცა ეგრე რა ბრუნები. აი შეხედე პროსტა. გადასარევი მანევრი აქვს ქალაქისთვის. იჰა! გავწდით. აი ახლა ერთ სამრეცხაოზე ვიყავი მისული და ვერ შევედი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა იდგა და აზრი არ ქონდა იქ 5 მანქანა სანამ გარეცხავს, 3 მასში ბოქსში. წავალ ზემოთ, რუცუბიზეზე, გავივლი ახლა იმებს, ასახვევებს, გაჩვენებთ როგორ უხვევს ეს დამპალი კარგი მოტოციკლეტი და ჩავაგდე პირველში. Hill shifter-ი აქვს და დამოვიწყდა და ხიე. ანუ აი სრულიად ლამის 90 გრადუსიანი კუდის იყო რა ქვია მოსახვევი. ფეხებზე კიდია. აი ჰარლიზე რომ ამბობდი, ესეთ სახელურებზე ამბობდი რა. ოღონდ ამას კიდე აქ ესეთი მოღუნული ის აქვს და ესე მოდის ის მრგვალად. ბიჩ ბარი მე მგონი თუ ბულ ბარი რაღაცა ეგეთი ქვია რა. ეს ჩვენი გარეცხილი ბაიკი. წავიდეთ, ახლა დავიძრათ, გავიკატაოთ. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ჩატე არის ეს ბაიკი. თავის შესახედაობასთან შედარებით, რომ შეხედავ გეგონება, რომ რაღაცა დიდი მძიმე ბაიკი არის და ამ დროს დიდი ჩატე ბაიკი არის რა. ძალიან დიდი სკამი არის. ძალიან კომფორტული არის, იმიტომ რომ სხვადასხვანაირ პოზიციაში შეგიძლია საჯდომი განათავსო მასზე. ძალიან რბილი ამორტიზაცია აქვს. აი ხა მწოლიარე პოლიციელებზე ისე გადავდივარ. დიდად არის გრძნობა რა, წინა მით უმეტეს. ოპა! აი ესეც ძალიან წვება, შეგიძლია ჩაწვე მოსახვევში და ისე შეხვიდე რა. აი ძალიან მარტივი სატარებელი არის, მე თუ მკითხავთ ეს ბაიკი. მარტივი და კომფორტული, აჰა, გადასწრებაც ძალიან მარტივად. ქალაქში და მოკლე გასვლებზე რა, იდეალური ბაიკი არის, იმიტომ რომ ჩატეა ქალაქისთვის და
არ დაგღლის და ნუ კუბატურიდან გამომდინარე ხა ცოტა შორმანძილზე რომ მიდიხარ, უფრო დიდი ძრავი გჭირდება, რომ უფრო კომფორტულად იარ. მაგრამ ამითიც რა ვიცი, ძალიან ჩვეულებრივად იული უბრალოდ მე მირჩევნია, რომ დიდი ძრავი მქონდეს, ამათ ყავთ 1500-იანიც ესეთი. ეს არის 800 კუბური მეტრი. სანტიმეტრი მეტრი. კუბური მეტრი რო იყოს. აი ჩაწოლილი ესე მიდიხარ რა, რაღაცით ძალიან მაგავს სარლის. იგივე ჯდომის პოზიცია გაქვს. რაღაცა იგივე სტილი არის. ხო და მეგობრებო, თუ მაინც და მაინც ჰარლი გინდათ და ჰარლი გაქვთ ჩახვეული, მაშინ რავი, შეაგროვეთ 2 ამ მოტოციკლეტის ფული და ისე იყიდეთ ჰარლი, მაგრამ ნახევარფასად შეგიძლიათ არა ნაკლებ სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ჰარლის ხასიათი არ აქვს ამას, მაგრამ არა ნაკლებ სასიამოვნო და იგივე ვიზუალის მქონე დაახლოებით, იმიტომ რომ ამის ძრავი სხვანაირად ლამაზი არის და ჰარლის ძრავი სხვანაირად ლამაზი არის, ეს ფუშროდები გარედან ძალიან უხდება. გვაქვს ძალიან სუკანი ბაკი, რომელიც ძალიან ლამაზი არის და მთელი ხიბლი ჩემი აზრით ამ მოტოციკლეტის არის ბაკი, არა მარტო ეგ, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ეს ბაკი არის. ძალიან სასიამოვნო არის მოსახოვები. მე ადრე მახსოვს, ყავდა ეს მოტოციკლეტი 2 წელი. ოღონდ ძველი ვერსია ინტრუდერ ვოლუსია მყავდა, სანამ ბულივარი გახდებოდა 2003 წელს, მე მგონი თუ 4 წელს გახდა ბულვარი. სანამ ეს გახდებოდა, მოკლედ მე მყავდა ეგ მოდელი ინტრუდერ ვოლუსია. ოდნავ სხვანაირი ფარი ქონდა წინ, უკანაც სტოპი ქონდა სხვანაირი. ეგ არის და ეგ ხო წინ არ ქონდა, აი აქ რაღაც მაჩვენებლები რა. დანარჩენი სხვაობა არაფერი არ არის, მე მგონი ძრავიც იგივეა, კი არა, მე მგონი კი არა და იგივე ძრავია რა. ოღონდ ნუ ჩემი ბებერი იყო უკვე 2003 წლის იყო და ბევრიც ქონდა გავლილი. ამას გავლილი აქვს 1300 მილი. ახალი ვითარი. 1300 მილი არის 2000 კილომეტრი. ვაიმე როგორ ასწორებს C90. სიჩქარეებში აი რაღაცნაირად კარაქივით რბილად ირთვება. ნეიტრალის პოვნა, ანუ საერთოდ პრობლემა არ არის, 0 პრობლემა არის. პატარაზე შეეხები და ჩავარდნილია ეგრევე ნეიტრალში. მე მგონი ახალ საზომ ერთეულს შემოვიღებ ჩემ განხილვებში და ნეიტრალის პოვნას დავამატებ იმათ რა ქვია, ჩელენჯად და შევასრულებ ხოლმე მაგ ჩელენჯს. როგორ მარტივად იპოვნი ნეიტრალს. აი ხა მესამეთი უხვევდი და არაო მითხრა რა. თავიდან ვფიქრობდი საჭეს ავწევოდნო თქო. ავწევდი თქო, ჩემი ყოფილიყო, აი აქ მქონდა მე რეალურად აწეული, ესე დამყავდა, მაგრამ ესეც ძალიან ასწორებს. ახლა მივეჩვიე და კარგია. ეს რაღაცა კოსმოსურ ხომალდს მაგონებს, რომელიც რაღაცა რეტრო ფუტურისტული არის. Cowboy Bebop-ი თუ გაქვთ ნანახი ანიმე, მან ტყავს Bebop-ს, კი არა და Spikes, თავარი გმირი ვინც არის, Spaceship-ი, რომელზეც მოტოციკლეტი ვიჯდება და ეგრე ატარებს და რაღაცა იმან მგონია თავი ეხა. ხელზეც მაქვს აგერ Spaceship-ი, აი ეს არის. ესეც კარგად დასისინებს რა, პროსტა ეს არის ერთი სხვაობა, რომ იმას იმხელა ძალა ქონდა თორქი, რომ აი რაღაცა სხვანაირი აი ის მაინც და ესეც ისე ასწორებს. გამარჯობა, დღეს ჩვენი მეგობარი არის ბულივარი, Suzuki ბულივარი C50, 805 კუბური სანტიმეტრი აქვს ძრავი.
15.5 ლიტრი აქვს ბაკი. ეს ამ ხელა ბაკი არის 15.5 მეტი არა. ჩემთან ერთ 16. წინა საბურავი გვაქვს 130 16, უკანა გვაქვს 170 15, მაგრამ 180-იც ჩვეულებრივად მიდის. მე მყავდა ეს მოდელი და ძალიან კარგად მიდიოდა 180. აქ არის ჰაერის ფილტრი მოთავსებული. გვაქვს ფლორბორდები. გვაქვს ძალიან დიდი ფარი, რომელიც ძალიან უხდება ჩემი აზრით. სულ აი ამ ხელა რაღაცა სუქანი მოტოციკლეტი არის 250 კმ-მდე. 255 თუ რაღაც. რომელიც რო შეხედავ, ამ ხელა რაღაცა ეგრე გეჩვენება, მაგრამ დაждები და არაფერი. ძალიან მარტივად იმართება ბოლტის და სპორტსტერის წონა აქვს რა. იმის ხარჯზე, რომ აი ამას შეხედეთ. ეს ყველაფერი არის პლასმასი. წონა არის შემცირებული ამის ხარჯზე, მაგრამ აი ესეც პლასმასები არის. მაგრამ ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა ეგ ფაქტი, რომ პლასმასი არის რა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს მოტოციკლეტი გავყიდა, ეგ იყო. ერთი მიზეზი ეგ იყო, მეორე იყო, რომ ძალიან რაღაცა იდიოტობებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ძრავი უკვე აღარ მყოფნიდა და სხვა რაღაცებით ვირთვობდი თავს და გავყიდე მოვიშორე, სანამ რამეს დავიმართე. არის საკმაოდ დაბალი. ეს მოდელი არის 2017 წლიანი. ნოემბერში არის გამოშვებული, ფაქტობრივად 18-იანი არის. გვაქვს ძალიან განიერი საჭე, რომელიც ძალიან მომწონს, შეგიძლია ოდნავ აწიო და აი ესე გქონდეს ხელები, ვიდრე ეხლა არის, მაგრამ ესეც ძალიან კაი არის. ძალიან დიდი სკამი გვაქვს, რომელიც, რა ვიცი, ძალიან კომფორტული არის. თან ახალი არის ბაიკი, 1300 მილი აქვს გარბენი და ჯერ ვერ მოასწრო ვერც ტყავმა, ესეთი ნახე. მატი არის ჯერ კიდევ, არ არის პრიალა. ვერც სკამა მოასწრო დაჯდომა და ვერც ტყავმა გაფუჭება და ანუ აი ძალიან დიდი სივრცე გაქვს იმისთვის, რომ დადო უკანალი. ამიტომ გამხდარ ადამიანს ძალიან დიდი ადგილი ექნება და ცოტა მოპუტკუნებულ ადამიანს კიდევ ძალიან კომფორტულად დადებს თავის საჯდომს აქ. ამიტომ ყველასთვის არის განკუთვნილი. გადაცემა გვაქვს კარდანზე, რომელიც ასევე ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ ტვინი არ გაგებურღოს სერვისით. შეგიძლია, რავი, 20,000 კმ-ში ერთხელ ზოგი იძახის საერთოდ, რომ არც არის საჭირო აქ ზეთის შეცვლა რა, მაგრამ მე მაინც შევცვალე 20,000 კმ-ში შეგიძლია ეს ზეთი გადმოასხა და ახალი ჩაასხა, სადაც მიდის რაღაცა 100 თუ 200 გრამი. არც თანხა არის ძვირი და არაფერი. საკმაოდ ეკონომიური არის, სადღაც 6 litrს წვავს, გააჩნია როგორიული. ურბილესი არის, ძალიან კარგი ამორტიზაცია აქვს. ნუ უკან ისეთი ვერბილი არ არის, რამდენადაც წინ, იმიტომ რომ უკან ერთი ამორტიზატორი აქვს, soft-tail არის, შიგნით არის და მოკლე ამორტიზატორია და ესეც დიდი სამოძრაოს ადგილი არ აქვს და ამიტომ ცოტა მეტად იგრძნობა უკან ვიდრე წინ. ძალიან ლამაზი და კლასიკური შესახედაობა აქვს. ბაკზე გვაქვს ესე იგი მაჩვენებლები, რომლებიც არის ბენზინის, ჩვეულებრივად ციმციმები, ნეიტრალი, წყალმა თუ აღუღარო გვაჩვენოს და ზეთის მაჩვენებელი ქვემოთ კი სიჩქარების გადასართავი, ყველაფერი რომელ სიჩქარეშია, ეგეც გვაქვს და ჩვეულებრივად რამდენი გავიარეთ, ოდომეტრი და ასე შემდეგ. ტრიფები შეგიძლია დააყენო, ყველგან ეგრე არის. ფლორბორდები აქვს, როგორც თქვი, hill shifter-ი აქვს, ანუ პირველს ვაწვევით ქვემოთ, ჩვეულებრივად როგორც სხვა მოტოციკლეტებზე და დანარჩენი ზემოთ გადაყრა, უკვე ქუსლით შეგვიძლია გავაკეთოთ და ფეხის ტერფის შეყოფა აღარ გვიწევს გადასართავში. ძალიან ლამაზი ნაყუჩები აქვს, ძალიან მომწონს. საერთოდ არ შევცვლიდი. ხმა აქვს აი ესეთი, ხო, გაჩვენებთ. ჩემი გემოვნებით ამ მოტოციკლეტს არ ვიცი წინაზე იმდენად გამისწორდა ეიფენგერები ძალიან მოუხდება ჩემი აზრით ამ მოტოციკლეტსაც ეიფენგერებსაც დავაყენებდი და საბურავებს შევცვლი და დავაყენებდი whitefall საბურავებს რომელსაც თეთრი კანტი აქვს გარშემო რაც მყავდა მე იმ მოდელზე რაღაცა ნახმარი საბურავი ვიშოვე და გავაკეთე ჩემით ეს whitefall-ი, იმიტომ რომ არ იშოვებოდა ეს ზომა საბურავი და მით უმეტეს ახლა whitefall-ი სად უნდა მეშოვნა და ამიტომ გავაკეთე ესეთ რაღაც. შეგიძლიათ თქვენც გაიმეოროთ თუ გაგისწორდებათ და დღეს რაც შემხვდა ჩემი მოტოციკლეტი ერთი ალბათ თვის წინ და იგივე საბურავი ეყინა რა თქმა უნდა
სახე აღარ ქონდა იმ საბურავს, მაგრამ ის თეთრი რაც გავაკეთე, შერჩენილი იყო კიდე და ამიტომ მივხვდი რომ ესე იგი ძალიან გამძლე იყო. და რა ვქენი. ვიყიდე საბურავი და გვერდები შკურკით ავიღე და გავშკურკე რომ ძალიან უხეში გამختارიყო რეზინა. მე წავედი და თეთრი ის ვიყიდე ბანკის საღებავი რომელიც არის Flame-ი, მე მგონი Flame-ი ქვია, თუ არ ვცდები. ყველაზე ხარისხიანი დღესდღეობით საქართველოში ეგ არის, რომ გავიკითხე გრაფიტი არტისტებში ეგ მირჩიეს. გავშკურკე კარგად ეს საბურავი ორივე მხრიდან. დავაკარე ისინი, რა ქვია, საღებავის კოჩი თუ რაღაცა თეთრი ქაღალდი ზუსტად ზომაზე და შევღებე ჩემით. ვაცადე ერთ დღენახევარი კარგად გამშრალიყო. და შემდეგ წავიდი და შევცვალე და აი გადასარევად მუშაობდა, არც წყალი აშორებდა, ეს რომ ძრება ხოლმე მთლიანად ისინი, არც ეგ მოსვლია, იმიტომ რომ კარგად იყო გაშკურკული, ზედაპირი გაუხეშებული იყო და კარგად მიიღო ზედაპირმა საღებავი შემდეგ რა. დავждეთ ახლა, გავიაროთ ცოტას კიდე და გავაპარაკებით და მერე დაგემშვიდობებით. წონასთან შეფარდებით ეს ძალა რაც აქვს, არის სრულიად საკმარისი შორიგზებისთვისაც და ქალაქში იდეალური არის რა. ხშირად ამ მოტოციკლეტებს აკეთებენ ხოლმე ბობერებად, სუქანი ბაკის გამო და რაღაცა კარგად კეთდება, თან ეგეთი blue collar customs motorcycles ეგრე ქვია, კიტს ყიდიან უკვე გამზადებულს, წინა ფენდერი იცვლება, უკან გეუბნებიან სად რა უნდა მოჭრა და როგორ უნდა დააყენო ეს უკანა ფენდერი. თუ არ ვცდები, სკამი მოყვება. მთელი კიტი არის, გამოიწერ, ჩამოგივა, შენი თვე ყველაფერს დააყენებ რა, ძალიან მარტივი არის. გირჩევდით დამწყებებსაც, რადგან ზომაში ცოტა დიდი არის და ტლანქად მოგეჩვენებათ თავიდან, მაგრამ რამოდენიმე თვე დაგჭირდებათ რომ მიეჩვიოთ და დამწყებისთვის მაინც კარგი არის, ესე ვიტყოდი. ვითომეტეს თუ ზომაში ცოტა დიდი ხარ, სიმაღლით და წონაშიც ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოგადგება. მე ეს მოტოციკლეტი ვიყიდე უკვე ჩემი Honda Magna-ს შემდეგ 500-იანი Magna მყავდა. ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოტო ისტორია, საერთოდ როგორ დავიწყე და რა მოტოციკლეტები გამოვიცვალე და საიდან მოვედი ახლა სკრემბლერამდე, შეგიძლიათ მაქვს ვიდეო. უყუროთ და იქ ჩამოთვლილი მაქვს უკვე ყველა მოტოციკლეტი. ბოლტის გამომრჩა რომ მან ჩამესვა, ბოლტი მყავდა სადღაც 5 თვე. ჩემი გამოცდილებით ერთ-ერთი ხელმისაწვდომი სერვისის კუთხითაც და ყიდვის კუთხითაც და სიამოვნების კუთხითაც, რა ვიცი, ხო ძალიან სასიამოვნო სატარებელი არის. ეხა აი ამ ხელა მოტოციკლეტს რომ ესე იქნევ აქეთ-იქით მოსახურებში, ფეხებზე კიდია, იმიტომ რომ იმართება როგორც, რა ვიცი, არაფერზე ზიხარ ფაქტობრივად რა. მოძრაობაში უფრო და უფრო ჩატდება, ადგილზე ხომ ჩატეარი და მოძრაობაში კიდევ უფრო ჩატე ხდება რა. აი ხმა რა, ზედმეტად ჩუმი არის, ცოტა გავააგრესიულებდი. მეგობრები კი მეუბნებოდნენ გვერდზე რომ უყვებოდნენ ან უკან რომ არა შეიძლება ძალიან კაი ხმა აქვს, თქვენ სხვანაირად გესმით ეგ ხმა, მე ჩაფხუჩი წინ ვზივარ სხვანაირად მესმის და ასე მგონია რომ ცოტა ხმა მაღალი უნდა კონდეს მაინც. ვიზუალი ძალიან მომწონს, არა და მაყუჩების რა ლამაზია. უბრალოდ აი ოდნავ ხმას ავწევდი რა. კიდევ ერთი მინუსი ჩემთვის ის არის რომ რავი, ABS მაინც დავამატებდი რა გახდა 2017 წელს ABS-ი არა, Harley-ს 2012-იანს და 10-იანს აქვს და რა ვიცი, ცოტათი გაგეძვირებინათ. ისედაც ამ პლასმასებზე ამდენი დაზოგეთ და ცოტათი გაგეძვირებინათ და რაღაც ტექნოლოგია ჩაგედოთ რა. აქ რაღაცა F1 აწერია, ეგ რა არის, არ ვიცი. აი ნახეთ მოსახულში აი წვები. დაჟე მე მგონი ფორბორდებიც იმ სიმაღლეზე არის, რომ ძალიან რთული იქნება ამის გახახუნება. ფასი თუ არ ვცდები 8-9,000 დოლარს თამაშობს სადღაც. თუ ვცდები გამოვიტან აქ ზემოთ სადმე წარწერას, რომელიც ახალი ესეთი მოტოციკლეტისთვის სრულიად არ არის ძვირი ჩემი აზრით.
აი ერთი წამით არ მიხმარია მუხრუჭი აქამდე. ეხლა ნუ ხელმოსახოში შევდივარ, სიჩქარის შეცვლაც მომიწევს. არის ძალიან გამძლე. Suzuki არის ბოლოს და ბოლოს. იაფი მოსავლელად. წეღან რაც მინუსი იყო, იგივე პლუსად ვიტყვი, რომ ნაკლები ტექნოლოგია დევს შეგნით და ნაკლები რაღაცა გაუფუჭდება, რაც ნაკლები აქვს ელექტროობა, მით უფრო ნაკლები რაღაცა გაფუჭდება. ძალიან მიყვარს რა ეს მოტოციკლეტი. ქალაქში აი ხა რო შევადაროთ ჰარლის რა შესაძლებელია ხა ერთი ალთას არის მეორე ბალთას 900 კუბია სხვაობა, მაგრამ კლასი ერთ და იგივე აქვს. და რო შევადაროთ აი ეს ისეთ მჩატე არის რომ ქალაქში აი აფრიალე რაც გინდა ის უქენი. უკან დაღმართზე ამოწევა გინდა მოტოციკლეტის რა პრობლემა არის არანაირი. კარგი ხელის მოსაჭიდები აქვს, დაბლაზი ხარ, კარგად მარტივად აწვევი და შვენიერი არის რა. იყიდება მეგობრებო ეს მოტოციკლეტიც, განბაჟებულია უკვე. 1300 მილი აქვს გარბენი. ყველანაირი სერვისი ჩატარებული აქვს. დადის უგადასარევესად. შეგიძლიათ ჩემ სოციალურ ქსელებში დამეკონტაქტოთ და გაყიდინებთ ამ მოტოციკლეტს. ბიუჯეტური ულამაზესი კრუიზერი არის რა. დასაწყისისთვის არ ვიცი, თავზე გადაგივათ, კაი ხანი გეყოფათ. 0-დან 100 რა თქმა უნდა არ შემოგთავაზებთ ამ მოტოციკლეტზე. მუხრუჭები კარგი აქვს. ერთადერთი უკანაზე ძალიან არ უნდა დაჭერა, თორე მიცურავს ეგრევე აქვავებს. დრამ ბრეიკი რო არის რო აწვევ, ცოტა ისე იჭერს, რა ქვია. არ არის მთლად დისკივით მუხრუჭი და უჭირს ცოტა დამუხრუჭება, მაგრამ აი ოდნავ ზედმეტი მოგივა და ეგრევე გიკეტავს რა და ის არის რა ქვია, ეგ არის ცოტა შესაჩვევი. დიდი არაფერი, ანუ ეხა ესე რომ ვამბობ, შეიძლება რაღაც მინუსად ჩათვალოთ, მაგრამ არაფერი ეგეთი. არ სხვა მინუს ვერ უპოვით ამ მოტოციკლეტს. მართლა აი ნებისმიერ დროს მოდით, ვინმეს თუ გინდათ და არ მეთანხმებით. ამ მოტოციკლეტს ისევ გამოვართმევ პატრონს და ერთად ვუპოვოთ ის მინუსი, რასაც თქვენ თვლით რომ მინუსი არის, რა ვიცი. სანამ დაგემშვიდობებით, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გამოწერის გარეშე მიყურებს. გამოიწერეთ არხი, არაფერს არ დაგიშავებთ. ხი ძალიან დამეხმარებით. მე რაც უფრო მეტ გამომწერს ვხედავ არხზე, მით უფრო ბავშვით მიხარია და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. მოკლედ სამი ვარიანტი მაქვს. თქვენთან დამიწერეთ კომენტარებში, რომელი უფრო გაინტერესებს. კავაზაკი ვულკან S 650-იანი, Yamaha SR 400 და მესამე ვარიანტი არის Suzuki DR 400Z SM სუპერმოტო. აი სამი ვარიანტი მაქვს. თქვენით დამიწერეთ კომენტარებში, რომელი გადავიღო, რომელი უფრო გაინტერესებს და გადავიღებ მაგის მიხედვით, რაც მეც რომელიც უფრო მეტ კომენტარს დააგროვებს. თუ მოგეწონათ ვიდეო რა თქმა უნდა დაავაიქეთ. Rock and roll.